სალამი, ეს არის ტუტორიალი ფინიკისთვის და დღეს შემოგთავაზებთ იდეას თუ როგორ გავალამაზოთ და გავახალისოთ ზოგიერთი ჭურჭელი. დღევანდელი იდეა იქნება ამპის ჭიქები. ისინი კარგია იმიტომ რომ არის პატარები, თან არის გამჭვირვალეები და ძალიან ბევრნაირი ფორმის არის წახნაგოვანი, არის მრგვალი ზედაპირით და აქედან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი. დღევანდელი ტუტორიალისთვის გვჭირდება ქაღალდის ტრაფარეტისთვის, ქაღალდის რეზაკი ან მაკრატელი, ფრჩხილის ლაკი, აცეტონი. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ქაღალდისგან გამოვჭრათ სასურველი ზომის, ქაღალდს მოვაჭრათ სასურველი ზომის ნაწილი და შემდეგ გავაკეთოთ ტრაფარეტი. ეს ტრაფარეტი შეიძლება იყოს გულის ფორმები, ყვავილები და რა ვიცი, ნებისმიერი რაღაც, რაც თქვენ გაგიხარდებათ და თავში მოგივათ. მოგესწროთ? შემდეგ უნდა ავიღოთ და ეს ტრაფარეტი დავიტანოთ ჭიქაზე. ჩემ შემთხვევაში ეს ადვილი, რომ ჭიქას არ აქვს წახნაგები. დავიტანოთ ჭიქაზე და ვეცადოთ, რომ ის მჭიდროდ დავამაგროთ. შესაძლებელია დააწებოთ ეს ტრაფარეტი სკოჩით კიდეებში, ან უბრალოდ დაიჭიროთ ხელით. შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის გავხსნათ ფრჩხილის ლაკი. ჩემ შემთხვევაში ეს არის ვარდისფერი და თემაც მაქვს გულები, იმიტომ რომ ვალენტინობა მოდის, როგორც გახსოვთ. და დავიტანოთ ლაკი ტრაფარეტზე ისე, რომ არ გაგვეთხაპნოს ეს ფორმები, რომლებიც გვაქვს ამოჭრილი ტრაფარეტზე. იმისათვის, რომ ეს ნახატი გამოვიდეს გაუმჭვირვალე, ამ შემთხვევაში გულები, შეგიძლიათ ფრჩხილის ლაკით რამოდენიმეჯერ დაიტანოთ ზედ. თუმცა იმის მიხედვით რა გაქვთ გამოჭრილი და ის დახატვა გინდათ, ეს შეიძლება იყოს გამჭვირვალეც და უცვლებელი არ არის, რომ რამოდენიმე ფენა აუხსნათ. ეს იდეა ოპტიმალურია იმის გამო, რომ სხვადასხვა დღესასწაულებზე თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი აცეტონით, რომელიც იხილება ყველა მაღაზიაში, გადაშალოთ არსებული აპლიკაცია და თემატურად დაიტანოთ სხვა. პირველ რიგში ეს არის კასართობი, მეორე რიგში ყოველთვის გექნებათ ახალი სახალისო ჭიქები, რომლებითაც თქვენ და თქვენს მეგობრებს გაგიხარდებათ სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნა. მას შემდეგ რაც უკვე ლაკით დავიტანთ ტრაფარეტზე ფორმას, უნდა ვცადოთ ფრთხილად ავიღოთ ის, რათა არ გაიდღაბნოს ფორმები. თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს კარგად არ გამოვიდა, იმიტომ რომ სკოჩით არ დავამაგრე ტრაფარეტი. აი დაახლოებით ესეთი უნდა იყოს შედეგი, თუმცა ჩემ შემთხვევაში გულები მთლად გულებს არ გავს. შესაბამისად, რაც უფრო ფრთხილად გააკეთებთ, უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ასევე შემიძლია გირჩიოთ უკეთესი შედეგისათვის გამოიყენოთ ჩვეულებრივი სახატავი ფუნჯები, რომლებიც იქნება წვრილი, იმიტომ რომ თვითონ ის ფუნჯი, რომელიც მოყვება სტანდარტულად ლაკს, არის საკმაოდ მოუქნელი და მსხვილი. ასე რომ წვრილი დეკორაციებისთვის არ გამოგადგებათ. კიდევ ერთი ვარიანტი შეგიძლიათ გააკეთოთ, უბრალოდ აიღოთ ეს ფუნჯი და დასვათ წერტილები ჭიქაზე, ან გამოიყვანოთ ამ წერტილებით ყვავილები. ეს ძალიან სტანდარტული და ესეთი მარტივი დეკორაცია, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ ნებისმიერი სახის ჭიქაზე დაიტანოთ, არა მარტო არყისაზე, არამედ ჩაის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაახლოებით ესეთი ვარიანტი გამოვა. შესაბამისად, ნებისმიერ დღესასწაულზე თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ განსხვავებული ჭურჭელი და ხალისით გაატაროთ დღესასწაული. იკითხეთ ფინკში, ისურვებთ საინტერესო ვალენტინობა. კარგად.